სოხუმში ამ წიგნის დაბეჭდვიდან რამოდენიმე თვეში ამ წიგნის კოცონზე დაწვა დაიწყეს აფხაზებმა. დოკუმენტირებული თავიდან ბოლომდე აფხაზეთის მოსახლეობა ძველი წელთაღრიცხვის მე-6, მე-5, მე-4 საუკუნეებში, პირველ, მეორე, მესამეში, როგორ ჩამოდიოდნენ ადიღეური ტომები ქერჩის მონაკვეთიდან, როგორ ივსებოდა უკვე მათგან. ის მანამდე ლაზიკა იყო. ბერძნული ისტორიული წყაროები. ყოველი საუკუნით ვინ რას როგორ აღწერს. იქ მაცხოვრებელი ტომები არანაირი აფსუა დღეს რომ აფხაზები ქვიათ, ან ჩერქეზი, ან ადიღე ტომები იქ არ ცხოვრობდნენ. რასაც ახლა ტუაფსეს რომ ეძახიან, მასთან ახლოს ძველ ლაზიკა ერქვა. იქ მეგრულად მოლაპარაკე ხალხი, მეგრელები ცხოვრობდნენ, კაცო. მათ შემოსახლება დაიწყო ამ წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეში, მეორეში, მესამეში. აქამდე მათ მოაღწიეს უკვე შუა საუკუნეებში, მე-14 საუკუნეში ჩნდებიან სოხუმის თავზე ვაუყვებით ჩვენ ლიწის ტბისკენ ვაუყვებით იქ ფსხუს დასახლება მე-15 მე-16 საუკუნეიდან შემოდიან აქედან მე უკვე ჯიქების სახელით ცნობილი ტომი შემოდის სოჭის მხრიდან აი ეს პროცესი აღწერილი აქვს პავლე ენგოროყვასა დოკუმენტებით უმაღლესი კლასის ისტორიკოსია პავლე ენგოროყვა